როგორ მივიდეთ ახალ არჩევნებამდე? ამ საკითხზე მსჯელობისა და მიზნის მისაღწევად საჭირო სამართლებრივი და პოლიტიკური გადაწყვეტილებების შესაჯარებლად დემოკრატიის კვლევის ცენტრის ორგანიზებით პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, რომელიც 3 საათი გაგრძელდა, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებზე იმსჯელეს და ის გზები განიხილეს, რომელმაც ქვეყანა ახალ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებამდე უნდა მიიყვანოს. ძალიან ბევრ სხვადასხვა ვერსიაზე ვისაუბრეთ, როგორც სამართლებრივ გზებზე, ასევე პოლიტიკური ხასიათის გადაწყვეტილებებზე, პოლიტიკურ დღის წესრიგში შემოსატან საკითხებზე. მე დიდი იმედი მაქვს, რომ თანდათანობით პოლიტიკური ცხოვრება ისევ გაცოცხლდება და სამოქალაქო მოძრაობას, სამოქალაქო პროტესტს პოლიტიკური კონტექსტის დაემატება, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში, როდესაც ითხოვ არჩევნებს, ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკურმა პარტიებმაც უნდა დაიწყონ პასუხისმგებლობის აღება. ჩვენ, რა თქმა უნდა, საუბრობთ იმაზე, რა დარღვევები იყო და ამ დარღვევების პრევენციამ რამ შეიძლება გამოიწვიოს. ეს ეხება როგორც საკანონმდებლო საკითხებს, ასევე ინსტიტუციურ მოწყობას და დამოუკიდებლობას იმ სტრუქტურების, რომლებსაც აქვთ როლი არჩევნების ჩატარებაში, მათ შორის, რა თქმა უნდა, საარჩევნო ადმინისტრაციას, ასევე ძალოვან უწყებებს. ოპოზიციაში აღნიშნავენ, რომ გზა ახალი არჩევნების დანიშვნისკენ ძლიერ პროტესტსა და სანქციებზე გადის. არჩევნებს ვახცევთ ერთადერთი გზით, ეს არის პროტესტი ქუჩაში, რომელიც უწყვეტი არის, რომელთაც ვამტკიცებთ, რომ ჩვენ არ ვეგუებით ივანიშვილის სისტემას და მეორე სანქციები, არაღიარების პოლიტიკა, როგორც იცით, უკვე ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ აღიარებენ ქართულ ოცნებას, როგორც ლეგიტიმურ პარლამენტს და ლეგიტიმურ პრეზიდენტს. შესაბამისად, ეს ნაწილი დასრულებული არის. შემდეგი არის სანქციები და სანქციები, რომელიც ივანიშვილის რეჟიმს მოაქცევს კუთხეში და მას მოუწევს ახალ არჩევნებზე წამოვიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაკარგავს იმ ფინანსებს, რომელიც მას გააჩნია და რომელზეც ძალიან წუხს ყოველთვის. როცა დისკომფორტი ექნებათ და შეექმნებათ უფრო მეტი საქართველოს მოქალაქეებთან, დისკომფორტს იგრძნობენ ქვეყნის გარეთ, თავის ოჯახის წევრები, ფინანსური სანქციებით, ამ შემდეგ გაყვებიან აზრის ლოგიკას და ბუნებრივია მოუწევს ახალი არჩევნების დანიშვნა. კომპონენტები არის რამდენიმე, მაგრამ მთავარი ხაზი არის ის, რომ ერთობლივი კომუნიკაციით, საგარეო მხარდაჭერით, რაც გულისხმობს არაღიარების კურსის გაგრძელებას და ამავდროულად სანქციების წნეხის გაზრდას, სანქციები რა თქმა უნდა თარგეტირებული და ინდივიდუალური და ისინი ამბობენ კიდეც, რომ ისინი არ დასჯიან ქართველ ხალხს, არ დასჯიან საქართველოს, მაგრამ აუცილებლად პასუხი უნდა აგოს იმ ადამიანებმა, რომელმაც მოახერხეს ამ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების დამარხვა და ქვეყანა უკვე წაიყვანეს საგარეო სხვა მიმართულებით, რაც არ არის თანხვედრაში საქართველოს ეროვნულ ინტერესთან. ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი თანხმდებიან, რომ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი მხოლოდ და მხოლოდ ახალი არჩევნების დანიშვნაა და რომ ამისთვის პოლიტიკური გადაწყვეტილებები პოლიტიკურმა აქტორებმა უნდა მიიღონ.